მოგესალმებით და გიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ დაუმარცხებელს დღეს უნდა ვნახოთ მეორე სეზონის მეხუთე სერია This Must Come as a Shock. ასეთი სათაური აქვს. საკმაოდ კარგი სერია იყო წინა, მაგარი სერია იყო და ახლა ვნახოთ შემდეგი. საინტერესო რა მოხდება წინას შემდეგ. ნუ ისეთ მომენტზე დამთავრდა რომ მარკმა თქვა მარკს უთხრეს უნდა მოამზადო პლანეტაო და არც კი უთხრეს როდის მოვიდოდნენ შესამოწმებლად. ანუ შეიძლება რამდენიმე წელი ჰქონდეს დრო, შეიძლება რამდენიმე დღე, რამდენიმე საათი, რა ვიცი მე. ყოველ შემთხვევაში ისე ჩანს თითქოს და მეორე სეზონისთვის უკვე მისულები იქნებიან. სერია რატომაც ჩამერთო წინასწარ. ხო, არაფერი. ვნახოთ, სავარაუდოდ მეორე სეზონში რაღაც პონჩი მოვაგვარებ. პრობლემას წარმოიდგინეთ, სეზონი რომ იმის დამთავრდეს, რომ მარკი ვილტრუმზე წავა. ეს რა იქნება. მაგრამ მე მგონი ჯობია რომ დამთავრებამდე ცოტა ადრე მოხდეს ეგ. მაგრამ ახლა მე რა მიჭირს მესამე სეზონს ეგრევე ვუყურებ. ასე რომ ხო დავიწყოთ დრო აღარ დავკარგოთ დაუმარცხებელი მეორე სეზონის მეხუთე სერია This Must Come as a Shock 3 2 1 დავიწყეთ. წინა სერიებში მხოლოდ მეფე ხვლით შეუძლია ამ ორგანიზაციის გამოსწორება. სექტები თუ ოდეს მე გაიმარჯვებენ დედამიწის ჯერიც მამბატიეალე. გამარჯობა შვილო. დიდი დრო გავიდა. ეს შენი უმცროსი. თუ საერთოდ არ გიცნობდი. ნუ დამწუხრდები. მოვიხდი დონალდი რასაკეთებდა. ამოწმებდა რობოტი იყო თუ არა. ზეგნას დაიწყებენ. ესენი ვილტრამიტი ჯარისკაცები. რატომ მაღელვებს? ანუ უბრალოდ სხვავი, ანუ ადამიანი იყო თუ არა ეს ამოწმებდა. მამა შენი სიკვდილით დაისჯება. მისი მისია შენ დაგეკისრება და პლანეტას ჩვენი მმართველობისთვის შეამზადებ. ხო. ბაბაბისი სიკვდილით ვერ დაისჯება, ეგ ზუსტად ვიცით. რასტა როგორ გადარჩება? მარკი და დაარჩენს ისე ბაბას სხვა ვინმე. შეიძლება მოღალატე ყავდეთ ვინმე ვილტრუმზე. დრაქსელები ბევრი არიან ახლა არ განადგურდებოდნენ. თუმცა საკმაოდ ბევრი. ეს იმპერატორის პირველი ვაჟია. მოკვდა? არა. მისი გულმკერდი იბერება. ეს წითელი სითხე რა არის? ეს სისხლი. ალბათ ადამიანთა სისხლია. დაჭრილია. თქვენს წითელი სისხლი არ გაქვთ? გალაკი. ანდრესა. თუ არა ეს ვიტრუმელების სისხლი. შეგვიძლია მიგაცილოთ. ანდრესა? ანდრესა. ანდრესა ისა ხო? ნოლანის ახალი ცოლი. მარკ ნოლანი. სად არის ნოლანი? რაც შეხება მაგას. ვილტრამიტებმა გაიტაცეს. ზოხვარ. რაც ამ ხალხს და ქალაქს დაემართა. ჩვენი ბრალია. შენი ბრალია არა. შენ სიკვდილს გადაარჩინე. კი. ისევე როგორც შენი ძმა. მე და მამა ჩემი აქ რომ არ ვყოფილიყავით. ეს ყოველივე არ მოხდებოდა. მამა შენი აქ რომ ყოფილიყო ვაჟიც არ მეყოლებოდა და შენ რომ არ ყოფილიყავი აქ. ორივეს მოგუკლავდნენ. კარგი გოგოა. თქვენგან განსხვავებით ჩვენი სიცოცხლე ხან მოკლდა. ჩვენს კულტურაში ბრალი არ არსებობს. მხოლოდ მომავლისკენ ვიხედებით. ახლა არ ვიცი რა ვთქვა,
ასე სწრაფად გავედი, ვაგრძელებთ. თქვენგან განსხვავებით ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლეა. ჩვენს კულტურაში ბრალი არ არსებობს. მხოლოდ მომავლისკენ ვიხედებით. ვაუ. ძალას მოვიკრებთ, მარკ. ამის პირობას გაცლებ. რაღაც მიმანიშნებს, რომ ანდრესას სიკვდილის სცენაც საკმაოდ სევდიანი იქნება. მარკი, ახალ ფორმაში. ცოტა ეს მარკ ქვედაბოლო უცნაურად ჩანს, მაგრამ აი ზედა ნაწილი რა ხდება? გამარჯობა. ნუ ალზოთ. ვაიმე, ნუ ალზოთ. კარგი სიახლე მაქვს. ხომალდი შევაკეთეთ და შეგიძლია შინ დაბრუნდე. შეგიძლია შენს პლანეტაზე დაბრუნდე და შენი საქმიანობები გააგრძელო. მადლობა, მაგრამ ჯერ ვერ წავალ. აქ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ეს ქალაქი მალე გამთლიანდება. ახლა შენიანებს ჭირდები. დედამიწას გმირები არ აკრია. უჩემოდა ექებიტრუმები მუხლი მოიდრიკეთ. ყოვლის შემძლე ომნიპოტუსის წინაშე. ომნიპოტუსი. კედი მოიხარეთ ჩემი ულევი ძალის წინაშე. აინე დედა, ესენი სუგმირები არიან? არა. დარწმუნებული ვარ საკუთარ პლანეტას უკეთიცნობ. რამდენი გმირი იყო? იმპერატორო. ნუ ალზოთ. მარკს უკვე მოუყევი ხომალდზე. მეგონა გაუხარდებოდა. რამდენი ადამიანები გმირა გავიდა თვე? მოხარული ვარ. დიახ, მინდა დედა ჩემი და შეყვარებული მოვინახულო. მაგრამ აქ ბევრი საქმეა. საკმარისად დაგვეხმარე. დროა შინ დაბრუნდე. აინე, ბავშვი მანახეთ, ბავშვი. ძმაც წაიყვანე. აჰა. დედამიწა. ბავშვი, თუ არა ეს არის. რა? შენ ხარ დედამისი? არა, ხო, ეს არის ანდრესა. მარკ, შემომხედე. ჩვენი პირველი შეხვედრიდან რამდენად დავბერდი. კი. მართლა მაინტერესებს რამდენი ხანი გავიდა და ბავშვი შენი ძმა შენზე გაცილებით სწრაფად იზრდება, მაგრამ ჩვენზე კი, მაგის თქვა მინდოდა. მის პირველ სიტყვებამდე გარდავიცვლები. ეს ცუდია. ნოლანის საკყოფნის დროს ამაზე აღარ ვღელავდი. ბავშვს საკმაოდ ისეთი სახე აქვს. მაგრამ ახლა დიდი სუფროზე მალე არის. გარდაიცვლება. სანამ მოზარდი გახდება ჩვენს რამდენიმე თაობას მოესწრება. რა დედა ვიქნები ასეთი ცხოვრებისთვის რომ გავიმედო. მამა ჩემი წღელავდა ჩემზე. ხო, მართალია რაღაც მოჩირებდა. ტრაქსანილის გვალობას ეცხოვება ფართო მასშტაბიანი უყურებ. მაგრამ ჩემთვის თქვენი ასწლეულობა უბრალო ზღაპარია. შენ და შენ ძმას მშვიდად შეგიძლიათ ცხოვრება გალიოთ. იმედია მამა კარგადაა. ამის იმედი მეც მაქვს. მაგრამ რომც ბავშვი ჩვეულებრივ ადამიანებზე სწრაფადაც იზრდება. ნოლანთან გატარებული დრო ჩემთვის განსაკუთრებული იყო. მაგრამ მან კარგად იცის, რომ ჩემი სიცოცხლე ხანმოკლეა. არ დამივიწყო შვილო. იმედი მაქვს, ოდესმე მიხვდები, რატომ მიწევს შენი გაშვება. გთხოვ, მალე შენ გარდა აღარავინ დარჩება. მას დახმარება სჭირდება. დაუმარცხებელი. გახმოვანებულია მაიკ ადრიკომის მიერ. სამწუხარო იყო, როგორც ჩანს პირდაპირ სიკვდილის სცენას არ ვნახავთ, მაგრამ ვნახავთ ეს იქნება. მოიცადე. ეს კინაღამ ანუ რაც ვნახეთ ის იქნება. ყველა საჩუქარია ოფისიდან. გაყიდული სახლის აღსანიშნავად? დაახლოებით. იცი, ყველამ ვიცით. რა რთული ეტაპის გავლა გიწევს. მაგრამ გვიხარია რომ დაგვიბრუნდი. მადლობა. მადლობა, პოლ. გამარჯობა დედა. მარკ.
ღმერთო, 2 თვე გავიდა. ვეცადე არ მეღელვა, მაგრამ სესილიც კი 2 გადაერია. თვე? ანუ კაიხანი არის. აჰა, ეს ვინ არის? გრძელი ამბავია. არც კი ვიცი რა ვთქვა. რამდენიმე წუთის წინ არ ვიცოდი ნოლანი კვლავ ცოცხალი იყო თუ არა. არ ვიცოდი რომელი ვარიანტი უფრო მერჩივნა. ახლა კი ვიგებ რომ სხვა პლანეტაზე გადაბრძანებულა რომელიც გაანადგურეს. რის გამოც მისი ახალი შვილი ჩემს სამზარეულოშია. ვილკრემიტებმა გაიტაცეს დედა. მამას არჩევანი არ ქონდა. კონდა. აუცილებელი არ იყო სხვა პლანეტაზე წასულიყო, მით უმეტეს სხვა ცოლი შეერთო. ეს შვილი ჰყოლოდა. ხო, მაგრამ სხვა პლანეტაზე ხო დასახმარებლად წავიდა. მუდამ ასე აკეთებს. თუმცა სხვების ვიხდირაც წოდებას იგულისხმება. ანგრევს და როცა დაალაგების დრო დგება, უჩინარდება. ისევ და ისევ. ვიცი. ამ ბავშვს რა უნდა ვუყოთ? ჩვილებს ყოველწამიერი ყურადღება სჭირდებათ. სახელიც კი არ აქვს. თვითონ ნაირჩევს წესი. სწრაფად იზრდება. ჩვილად დიდხანს არ დარჩება. იქნებ მასზე ზრუნვისთვის აკადემიური წელი ამეღო. რა? არა. გამორიცხულია. ედი მიხედავს. 2 თვით გავქრი. მflat კარგი ქულები ისედაც არ მაქვს. აუ, თანაც გზაში საფენის გამოსვლაში დავსპეცდი. და დახმარება სესილს რომ თხოვოთ. არ შეიძლება. გამოსავალი უნდა არსებობდეს. რა გამოსავალი? ის ხომ იასამნისფერია. რა გამოსავალი? რა შუაში იყო იქ? უცნობს ვერ მივაბარებ და არც კოლეჯიდან წამოსვლა მინდა. მაგრამ მართალი ხარ. მამა პრობლემებს მუდამ სხვებს აბარებს ხოლმე. ის ჩემი ძმა. ასე უბრალოდ ვერ მივატოვებ. ამაში მე და მე მსგავსე. სწავლას თავს არ დაანებებ, მარკ. სამსახურში რამდენიმე დღით დავეთხოვები. სანამ რამეს მოვიფიქრებთ. მაგრამ სანამ საფენს არ გამოუცვლის, ახლიდან ფეხს ვერ გაადგამ. კი. შესამოწმებლად ვინმე გაგზავნეთ. სავარაუდოდ წრუგანგაშია, მაგრამ ვერ გავრისკავთ. მოხსენება 1 საათში მჭირდება. ოპა, დონალდ. სერ, 1 წამით შეიძლება. თუ ვერ შენიშნე დონალდ ახლა ცოტა დაკავებულები. არა, ვერ შენიშნა. ამისთვის როგორმე უნდა გამონახოთ. დრო. მე მგონი მართლა ცუდი დროა ახლა, დონალდ. ყველა გავიდეს. სწორად მოგესმათ. ოთახი მჭირდება. ახლავე. კი, ყველა მიხვდა რომ საკმაოდ სერიოზულად ასექნა. კარგი. ყურადღება უკვე მიიქცია. შარშან. ომნიმენის თავდასხმის შემდეგ დაზვერვის შენობა ავაფეთქეთ მის შესაჩერებლად. ყველა ევაკუაციის შემდეგ შენობა შენააფეთქე. თავადაც ძლივს გამოძვერი. კი, მაშინ რატომ არ მახსოვს არაფერი? შოკში იყავი. სერიოზული დამწვრობები გქონდა. დამწვრობები? დამწვრობას ამას ეძახით? ხო, უნდა ამიხსნათ სერ. რა გამიგეთ? ჩემი კაი, მეთქი სისხლი და არც რობოტია, არც არაფერი და მეგონა თეთრ ოთახზე დაშვება მქონდა. გაქვს, მაგრამ არა ყველაზე. სინათლე. აჰა, რამდენიმეა. ჩემი კაი. ეს რა არის? ამის წყალობით გადაგარჩა. ეს ის არის? ხელოვნების ბოლო მოდელია. ის ტიპი როა ცხოვრობდა უნივერსიტეტში. მე თუ მკითხავ, შენს თუ არა, არა. ბევრად სჯობს. როგორ? გაგიმართლა. აფეთქებისგან ომნიმენის სხეულმა დაგიწვა. რომ გიპოვეთ ტვინი დაუზიანებელი იყო, მაგრამ სხვა დანარჩენი არც თუ ისე მთელი. სხვა დანარჩენი? აჰა. სესილ, ახლა რა ჯანდაბა ვარ? შენ ისევ შენ ხარ, მაგრამ უკეთესი, უფრო ამ ძლიერი. ტვინი გასაგებია. ცოცხალი. ამ კლონი არა.
არ მახსოვს. Აკუსაც ხეული არის ახალი თორე გამოდის ამ ხალხმა twin იგივე ყველაფერი აქვს. იცოდა და მე არა. პოსტტრაუმული სტრესის საშინელებაა. ვარჩიეთ ასე უკეთ იქნებოდი. უფრო სწორად შენ იქნებოდი უკეთ. უფლება არ გქონდა. და რა გინდა დონალდ? გერჩევნა მომკვდარიყავი? იცი რა სამყაროშიც ვცხოვრობთ და რა გავალია. ახლა ეგზისტენციალური კრიზისის დრო არ არის. კრიზისი? ამას კრიზისს ეძახი? ღმერთო სესილ. ვიცოდი გულცივი რომ იყავი, მაგრამ არ მეგონა ასეთი. ბატონება, რა მოხდა? შემიგა ესე. და დღეისთვის საკმარისია ფილოსოფია. კაი? პანჯრებს როდის მე რეკეტავ? მარკ, ფუშენი. მას მერე რაც ძაღლად გადაცმული გიგანტური მწერი შემოიბარა. მეტეორებისგან გადაარჩინე? მეტეორებისგან? კი, და ასევე არა. საკმაოდ ცუდი სიტუაცია შეიქმნა ხო. ჩემთვის. მაგას მივხვდი. ძალიან დიდი ხნით გაქრი. სხვათა შორის დეკანთან ხარ დაბარებული რაღაც აკადემიურ გამოცდაზე. მაგარია. ხომ დამპირდი ხელს და გაფარებო? გაფარებდი. დიდხანს. 2 თვის განმავლობაში რამდენი მიზეზი უნდა მომეფიქრებინა? რა მოხდა? ბევრი რამ. ახლა გამოცდა როგორ უნდა მამა ჩაიწერო? ჩემი ვნახე. მამა შენი? ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ჯერ ემბერი უნდა მოვინახულო. რა თქმა უნდა, შეყვარებულის გამო მიმაგდე. ვილიან. უბრალოდ დროს გაძლევ, ყველა ჩემი პოსტერის უკან დასამაგრებლად. ყველა ვაუ. აჰა. დაიშვიდობა ტიპი ყველა შენი. და მაინც, როდის აპირებდი გეთქვა რომ დაბრუნდი? ამ წუთას დაბრუნდა. ამას ხომ მაინც გაიგებდი. გიბრძანი რომ არ წასულიყავი. 2 თვით გაქრი და ახლა მაიგნორებ. ჯერ დედა და შეყვარებული უნდა მენახა. ჩვენ ხომ შევთანხმდით მარკ. თუ ბრძოლის ველზე გაგიშვებდი, ჩემს ბრძანებებს დაიმორჩილებოდი, გამონაკლისების გარეშე. იქ მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინე სესილ და აქაურობას როგორც ვატყობ, პრობლემა არ ქონია. ყველაფერი გადასარევად იყო. ხო, აქ რა მოხდა? მარსი. ტიპისნა. არა. შამა სამსონმა თვალი მოკრა, მაგრამ მცველები კი ნაღამ დაიღუპნენ პლანეტის დაცვის დროს, სანამ შენ კოსმოსში მწერებთან არ შიყოფდი. რაც იქ გავაკეთე, რასაც იქ მივაგენი, მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ეს უკვე იცი არა? დების დაცვის მიზნით ვადევნებთ თვალყურს. ძირითადად პასიურ რეჟიმში, მაგრამ საკვანძო სიტყვები აქტიურ რეჟიმზე გვრთავს. დაუჯერებელია. მიბრაზდები რომ მოხსენებას არ გაბარებ? რა საჭიროა, როცა დედა ჩემის სახლში გაქვს კამერები? კამერებს არასდროს დავამონტაჟებდით. რადგან უკვე ყველაფერი იცი, ახლა შეყვარებულს მოვინახულებ. როგორც ინებებ, გუნდს გამოვგზავნი ნოლანის შვილის წამოსაყვანად. არა, და რას აპირებ, დედა შენთან დატოვებ? ის უცხო პლანეტელია. მასზე ჩვენ უკეთ ვიზრუნებთ. ის ჩემი ძმა და არა სამეცნიერო ექსპერიმენტი, ბრძანება გააუქმე. გუნდი უკვე გზაშია. უკან გამოიხმე. ახლავე. ხვალ გამოვცხადდები. კარგი. დარწმუნებული ვარ, დედა შენს მოსწონს ყოფილი ქმრის ახალ შვილზე ზრუნვა. აუ. ახლავე. მარკ, ღმერთო ჩემო, დაბრუნდი. ძალიან მომენატრე. არ მეგონა ამდენი ხნით თუ წავიდოდი. ისეთ გიჟურ პლანეტა რიუმში წამიყვანეს. პლანეტა რიუმში, ფილადელფიაში. იქ დეიდას ვსტუმრობდი. რა საკეთებენ? ბავშვებო, ეს ჩემი შეყვარებულია მარკი. ოჯახური საქმეების გამო დიდხანს მოუწია კოლეჯიდან წასვლა, მაგრამ გაიცანი ბრიჯიტი, ჯენი და კორი. გაუმარჯოს, მიხარია ბოლოს და ბოლოს რომ შეხვდით. ესე იგი ნამდვილი ყოფილა. მეგონა ემბერი მანიაკების მოსაშორებლად გიყენებდა. ვაუ. საკმაოდ ნამდვილი ვარ. უბრალოდ რამდენიმე თვით მომიწია წასვლა. ასეა.
მაშინ ჯობია მარტო დაგდოვოთ. ემბერ მეცადინეობა მოგვიანებით გავაგრძელოთ. გამიხარდა შენი გაცნობა, მარ. კარგია. რა მოხდა? და ახლა ბავშვი დედა შენთანაა? ჯერჯერობით. არ ვიცი რა მოვუხერხო. მე კი მეგონა მე მქონდა რთული თვეები. მაპატია. ხოლოდ ჩემ თავზე გელაპარაკები. არა, მესმის. ბევრი რამის გადალახვა მოგიწია. სერიოზულად. მინდა ვიცოდე რა გამოვტოვე. სწავლა სახუმარო თემა არ არის. სოციოლოგიის გამოცდაში ჩავიჭერი, რაც ჩემი სემესტრული ქულის მესამედია. სერიოზულად? შენ ჩაიჭერი? და ბაბუა მოკვდა. არ ყოფილა მარტივი. არც დაკრძალვა და არც აქ დაბრუნება. ხალხი სულ შენ გკითხულობდა. მათი მოტყუებაც არ იყო მარტივი. არ მეგონა ასე რთულად თუ ჩაივლიდა ყველაფერი. ეგ არაფერი. ვიცოდი წინ რაც გველოდა. მხოლოდ სუპერგმირობას არ გულისხმობ. ხო. ყველაფერი. მამა ჩემი რომ გაქრა ვიფიქრე, ცხოვრებას მაინც აღარ ამირევს მეთქი. მაგრამ რამდენი პლანეტაც არ უნდა გაანადგუროს, ის შენზე აზრს ვერ შემაცვლევინებს. თავარი ესაა. მიხარია რომ დაბრუნდი. ხო. ესეთ დონალდი. მიშველეთ. დამეხმარეთ გთხოვთ. ეს სიზმარია? დამეხმარეთ. სერ. ხომ კარგად ხართ? რა მოხდა? სკანერებმა რაღაც უცნაური დააფიქსირეს, სერ. რა იდიოტიზმია. სიბნელეში მაინც ხედავ. იმ შემთხვევაში თუ თვალები კვლავ გექნება. დრო. მონსტრი გოგო, კეით, დაისვენეთ. ტყვია გაუმტარო. შეაფსმით, თქვენი ჯერია. ოპა, ეს საინტერესოა. ორი ახალბედის ბრძოლა. უკუდავო, შეიძლება დავილაპარაკოთ. უნდა შეგახსენო, რომ მონსტრი გოგო ტრანსფორმირების შემდეგ ასაკში იკლებს. საკუთარი გუნდის ძალები ვიცი. მაშინ უნდა გესმოდეს, რომ ასეთი ვარჯიშები მისთვის საზიანოა. ჩემი სიმულაცია დაგეხმარებათ. რა მიცოდე შენი საუბარი მესმის? ამანდა, შევნიშნე, რომ უკუდავი შენი ტრანსფორმირების დროს არ ითვლიდა. ეს არც მისი მოვალეობაა. და არც შენი. მაგრამ ბიოლოგიურად თუ იქნება შესაძლებელი ამის გამოსწორება. ერთი ბაემ ჩემი რეკლამის დრო იყო ხა. მერე თუ ასეთ კონტროლზე გადახვალ, მეორეს ვეღარ აღირსები. ჟანიკო. არა. მერვე კლასელთა გამოსაშვებზე მეწყვილე დაკარგე. ახლა არ მითხრა. მოგიტყან. დედას შევეცი. ხომ იცი რომ ყოველდღე ჩვენს მოკლას ცდილობენ არა? უბრალოდ წინასწარ დარეკე. პრობლემა გვაქვს. ვიცით. მარსიდან პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება. ვურეკავთ, მაგრამ არავინ უპასუხობს. იქნებ ზედ არავინაა. თუმცა ბიომატერიითაა გატენილი. მარსიდან წამოსული ხომალდი. ნეტავ მარსზე ვინ შეიძლება რამე იცოდეს. შავი სამსონი მიხვდა უკვე. დაინახავდა ალბათ. მეგობრებო, საიდუმლო უნდა გავთქვა. უკვე? მე არ ვარ დედამიწელი ადამიანი. თავი შეიმაგრეთ, რადგან შეიძლება ამისთვის. სამერკანი იციან უკვე. ვიცით რომ მარსიდან ხარ. გეგონა ამის გარკვევის გარეშე შემოგიშვებდით გუნდში. ყველა მიცოდით? თქვენ ახურებო. თუმცა არ ვიცით დედამიწაზე როგორ ჩამოხვედი და რატომ ხარ აქ. ეგ ჩვენ ვიცით. კარგი, მაშინ მე მარსიანელად გავჩნდი.
აქედან შორს პლანეტა მარსზე. ეგეცით. სხვა მარსიანელების მსგავსად ჩვენც სეკვიდებს ვიყენებდით მსახურებად, რადგან მათ არ შეეძლოთ ჩვენი ფორმის მცველი კანის გარღვევა, რამდენადაც არ უნდა ეცადათ. ბავშვობიდანვე ვერ ვიტანდი მიწის ქვეშ ცხოვრებას. მინდოდა ვარსკვლავები მენახა. რამაზია. აქეთ, გავიქცეთ. აჰა. ამიტომ როცა შანსი მომეცა, გამოვიყენე. სერიოზულად. აქ დედამიწელებთან ერთად ჩამოვფრინდი. ხოლო როცა აქ ჩამოვედი, სიკეთის კეთების წურვილი გამიჩნდა და თქვენ ნუ ამ გაგიცნობთ. ტიპის საკეთება არც ნამდვილ ასტრონავტს რა მოუვიდა? იყო. აბა, არცის. ჩემიანები ახლოს მორბოდნენ, მეგონა სეკვიდებამდე ისინი მიაგნებდნენ. მიაგნებდნენ და მოკლავდნენ, არა? მაგრამ ვერ მიაგნეს. რაღაც სხვა მიაგნო. არ ვიცი. კარგი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენკენ გიგანტური ხომალდი მოემართება, გონივრული იქნება ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, მხოლოდ და მხოლოდ შესაძლოა, რომ ასტრონავტი გამხდარიყო სეკვიდების საერთო გონების მქონე სკის მამოძრავებელი ჭურჭელი. ძალიან მწუხვარ. კარგი, ესე იგი, კაცმა არ იცის, იმდენი სეკვიდი მოემართება ჩვენკენ, რომლებმაც ნამდვილი რას ლივინგსტონის სხეული დაიკავეს და ასევე შეუძლიათ, რომ მილიონობით ადამიანის სხეული დაიმორჩილონ. ეს ყველაფერი კი შენი ბრალია. ყველაფერი სწორად გაიგეთ. რაც ცუდია. მოითმინეთ. ცოტამდე ივაჯიშეს სიკეთის კეთებაში. მთელი ეს დრო ხომ გვატყუებდა? არა, ეს აქამდე გატყუებდით, ახლა კი სიმართლეს ვამბობ. ეს ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ამერიკელი ასტრონავტის სასიკვდილოდ გაწირე. მე ბოდიშს ვიხდი. მოკეთეთ, ყველამ. ამისთვის პასუხს აგებ. მაგრამ ხომალდს დედამიწაზე მოხვედრის უფლებას ვერ მივცემთ და მათზე ინფორმაციას მხოლოდ შეიპს მიტიფლობს. ჯერჯერობით დაგჭირდება. საველე გუნდში ვიქნებით მე, ტყვია გაუმტარი შავი სიმსონი, მონსტრი გოგო და შეიპს მიტი. რექს, შრინკინგ რეი, კეიტ და რუდი. თქვენ აქ მიხედავთ საქმეს. მოწყოპლანეტურ კოსმოსურ ხომალდთან გექნებათ საქმე, ჩემი ტექნიკური ცოდნა დაგჭირდებათ, ჩემი კოსტუმი დამიცავს. გეთანხმები, რუდის წამოლა. თქვენ არ გესმით, იმ ხომალდზე მილიონობით სეკვიდია. შეიძლება ასობით მილიონიც კი იყოს. მხოლოდ ჩვენ არ ვართ საკმარისი. მესმის რომ ჩვენ ასე არ მოქმედებთ, მაგრამ ერთი იდეა მაქვს. აბა. რა იდეა? Skipping stones out on the shore. Still not sure what you asked me here for. But I'm scouring the earth on the forest floor. Skipping stones to my arm and soul. ფუშენი. სადღაც 5 წელი გავიდა და შენს მშობლებს ფანჯრის საკეტი ჯერაც არ შეუკეთებიათ. იქნებ ძალიანაც უნდათ რომ გაგიტაცონ. ბრექს ამის ხასიათზე არ ვარ. არც მე მოვსულ ვარ შენს დასაცინად. სერიოზულად. არც საფლირტაოდ და არც იმისთვის, რაც არ უნდა გაიფიქრო გონებაში. როცა გავიგე შინ რომ ბრუნდებოდი, ვიცოდი რაღაც რიგზე ვერ იქნებოდა. შენი შეწოდება არ მჭირდება რექს. გახსენდება ოდესმე ვინმე რომ შემწოდებოდა? ძმა. გაიგე ჩიკაგოში რაც გავაკეთე. პარკი რომ ჩამოინგრა. მსმენია. შეცდომა დავუშვი. კინაღამ ხალხი დაზარალდა. დახმარება გინდა. შემდეგ ბრაზიკილ კენონზე ამოვანთხიე და ამ დროს ხალხი ნამდვილად დაზარალდა. მაშინაც სხვების დახმარება. დახმარებას ვცდილობ, მაგრამ უფრო მეტ პრობლემას ვქმნი. ჩემი მშობლები მართლები იყვნენ. თავი ვინ მგონია? შეცდომას ყველა უშვებს. ეს გვქმნის ადამიანად. შექსპირის ნათქვამია. უკვდავს. შავ სიმსონს, იმ წყეულ რობოტს, რუდის თუ რასაც უწოდებს ახლა საკუთარ თავს. ბავშვობაში ყველას ჩაუსვრია. არაერთხელ. ძალების ქონა მარტივი არ არის, მაგრამ თავს არ უხრით. ჩემნაირი ახრებიც კი. თავად დაფიქრ, დეივ. იმდენად ჩაგითრია წყდიადმა, რომ ეს უკვე კრეტინიზმია. ეს ერთმანეთი რომ გავიცანით იმ კვირას მაჩვენე. მათ დაკარგვას კვლავ ძალიან განიცდიდი.
ახლა იშვიათად მახსენდებიან. იმიტომ რომ წულხარება გადაიტანე. მერე ჩემი გადმობარებული დამპლური მოზარდული პრობლემებიც გადალახე. მერე მოზარდ და გუნდთან ერთად ასობით მისიაში იყავი და ამასობაში უამრავი ადამიანი გადაარჩინე. თანაც ყოველ ჯერზე ეს დამპალი სამყარო სულ ოდნავ უკეთესად აქციე. ასევე ის ხალხი მოვინახულე. მდინარიდან რომ ამოიყვანე. გამოჯანმრთელების 100%-იანი გარანტია აქვთ. შენი წყალობით. ასე რომ, წრემლები შეიმშრალე. მშობლებს უთხარი ტრაკი დააყენონ და გარეთ გამოდი. მაგას რამდენად ეთქვის არ ვიცი, მაგრამ საგოლ რექს კარგი. მადლობა რექს. ახლა კი მითხარი რა გინდა. შეურაცხყოფილი ვარ. წავიდა. მაგრამ დიახ, სულ პატარა პაცა წინა სათხომარი მაქვს. რაშიც კოსმოსური ხომალდიწურებია. კარგი. ოუ. ცოტა რთულია ვერი ხა. გამიღე? გემრიელია. არა მგონია უმტენს. გემრი. What have we got? რა მოგიხერხოთ? ერთი ადამიანური საკვები მაინც უნდა მოგწონდეს. კი, მაგრამ რავი. მარკ, მარკი რომ იცოდე წინა კარი კლავ ისკენ ადგილზეა. განსხვავებით ნახევრად ადამიანია, ნახევრად ლიტრუმერია. ეს ბავშვი ნახევრად ლიტრუმერია, ნახევრად რამე შეჭამა. ტაქსელია. ჯერჯერობით არაფერი მოსწონს. Hates everything. ნამდვილად ადამიანური ბავშვია. სამწუხაროა. ხომ არ იცი მამას ნივთები სად არის? უმეტესობა მოვიშორე, ქველმოქმედებას შევწირე. აჰა, შეგეძლო ჯერ ჩემთვის გეკითხა. როგორ? ორი თვით გაქრი. უშენოდ ჩემს ცხოვრებას ვერ დავაპაუზებდი. მაბადი, What were you? რა გინდოდა? უბრალოდ, როცა ვილტრამიტებმა მამა გაიტაცეს, მეუბნებოდა რომ მისი წიგნები წამეკითხა. იქნებ მათში იყო რამე დამალული. გვერდებში ჩარჩები. შეიძლება. მაგაზე არ გიფიქრია. It's not. ცუდ დროს მოხვედი სესილ. წუხვარდები, მაგრამ ვერ მოვიცდი. მარკ, კოსმოსში უნდა დაბრუნდე. ახლა ხანს დაუბრუნდი კოსმოსიდან. სხვათა შორის წასვლის გამო მიბრაზდებოდი. მარსზე. ჩათვალე რომ დანაშაულს გამოიწყედი. სეკვიდებით გატანილი ხომალდი სად მოიმართა. მარსზე? ხომ? ისინი ხომ გახსოვს? მარსისკენ. კი? მათი სასეცი თუ მოხვდება დედამიწაზე, აქედან ვეღარ მოვიშორებთ. უნდა შევაჩეროთ. რა თქმა უნდა. ბავშვთან დახმარება ხომ არ გჭირდება. ნუ შეწუხდები, მადლობა. დაფიქრდი რა მოხდება სამსახურში რომ დაბრუნდები. პროფესიონალი გჭირდება და არა სამეზობლოს ძიძა. ასეთი ხალხი ჩვენ გვყავს. ეს ჩვენი გადასაწყვეტია და არა შენი. უბრალოდ დაფიქრდით ამაზე. გთხოვთ. But you. კოსმოსიდან ხომ ახლა ხანს დაბრუნდი. კი. ისინი დედამიწისკენ მოიმართებიან და საქმე სერიოზულადაა. შეიძლება უამრავი ადამიანი დაშავდეს, ასე რომ Just უბრალოდ come back. ცოცხალი დაბრუნდი. Okay. კარგი? კარგი. Hey Jan. ჯენი, ამაღამ რამეს აპირებთ? No, არა, ყველაფერი რიქსია, უბრალოდ განდვირთვა მჭირდება. mind off things. დაუმარცხებელო. არ ვიცოდი შენც თუ მოდიოდი. დიდი არც არჩევანია. თუ ზოლისვედა. ჩემთვისაც არის ადგილი. იվ, აი ეს კარგი სასტავია. რექსმა მითხრა, რომ დახმარება არ გაწმენდათ. არ გვაწყენდა, მაგრამ ლუდი, ეს არსებები ამანდა, შენში იგი, შეღწევას მარკი. შეძლებენ. კოსტუმის შექმნა მხოლოდ თქვენ კი არ შეგიძლიათ. ორი წუთი გაშვებამდე. ესე იგი და დროა რექსი ასტრონავტები რა თქმა უნდა. ბნელ კოსმოსში გაუშვა. თუ გადარჩებით, ესე იგი ჩემმა სწავლებამ შედეგი გამოიღო. თუ ვერა, მაშინ მაინც დანძრეული გვაქვს. ჩილი. 3 2 1 ძრავი გააქტიურებულია. თქვენ შეიძლება ჯერ არ იცით, ანუ მაგრამ რექსი აქა. ეს ტიპი ახლა დედამიწის ნომერ პირველი მცველია. და ეს ვინ თქვა? თვითონ ამ ტიპმა. ახლა ხანს ვერ შემედავებით. კარგი, წესი ნომერი 1. არავითარი თვალების ბრიალი.
წესი ნომერი 2. ჩვენ მაგრად ვიგულავებთ სანამ ის უიღბლოები დაბრუნდებიან. მესამე წესი კი? მესამე წესი არ არსებობს. მათ დაბრუნებამდე სხვა საფრთხეებს უნდა ვაკვირდებოდეთ. რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ ხშირად ხვდებით ორ სხვადასხვა სამყაროს გამანადგურებელ საფრთხეს. უი არა. ნუ სულელო ბრეი. ვინ ხარ? გოდეში სერჟანტ. ხთვის გულისთვის ჯერე, კინაღამ ჩავისვარე. ვიცი, ჩემი შესვენების დრო ჯერ არ არის, მაგრამ ლანჩი გამოვტოვე. წამოიღე ერთწყეული ჩიფსი და გამოეთრიე მაკედანი. აუ, ჩემი ეს ხო დასწრებლას. ხლიკები დავავიწყდა. გაინძერით. დიახ, სერ. გახსოვდეთ, ჯერ მოკალით და კითხვები მერე დასვით. აჰა. ეგრეც რა გამოგვა. პრობლემა გვაქვს. პრობლემას მე შენი ღბულ შესაძლებლობა დაღვიქვამ. ვითომ? გინდა გაიგონ რომ აქ ვართ? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერს უფრო დააჩქარებს. კაი. ღმერთო, მამა ჩემი ნამდვილი იდიოტია, მაგრამ ცუდი მამების კონკურსში ვერავინ გაჯობებს. მაგრამ მხოლოდ ამაში არ არის საქმე. არ მეგონა შენგან დედა ჩემთან და ემბერთან ამდენი ხნით თუ მომიწევდა განშორება. თქვენ მეგჭირდებოდით. დარწმუნებული ვარ შეცდომის განოსწორების შანსი მალე მოგეცემა. მარსიანელთა ხომალდზე მეტი ინფორმაცია გვჭირდება. მათი საბრძოლო სისტემა, ასევე თავდაცვითი. ბორდზე რას შეიძლება გადავაწყდეთ. შეიფსმიტი ჩვენს ყველა კითხვას გასცემს პასუხს. მირჩევნია არ გავცე, რადგან ეს მარსიანელთა სამხედრო საიდუმლოებია. მაგრამ გავცემ. ეს ხომალდი ძლიერია და გიგანტური. შეიძლება ზედ მილიონობით სეკვიდი იყოს, მაგრამ იმედი არ არის. სეკვიდები პატარები, მაგრამ ზომასთან შედარებით ძლიერები არიან. ძლიერი დემონური მედუზებით გატენილი ხომალდი, გადასარევია. მარსიანელებიც იქნებიან ხომალდზე. სეკვიდები ხომალდს დამოუკიდებლად ვერ მართავდნენ. მარსიანელებთან დაკავშირება უნდა ვცადოთ. რა თქმა უნდა, ჩემი ძველი მეგობრები. შეიძლება ჩემი დანახვა არ გაუხარდეთ. ვიცით. ნედავ რატომ? რობოტო, ბორდზე როგორ მოხვდებით? რამდენიმე წუთში შატლის ენერგიას გავთიშავ. როგორც შეიფსმიტმა თქვა, მარსიანელთა ხომალდი გიგანტურია. მათ უბრალო მეტეორი ვეგონებით, ზედ დავმაგრდებით და შესასვლელად გვირაბს გავჭრით. კარგია, გადასარევი, მაგრამ არ გაამართლებს. და რატომ? საომარ ხომალდებს ძალიან ძლიერი სენსორები აქვთ. ნაგავს პატარა კოსმოსური ხომალდისგან გაარჩევენ. და ამას ახლა გვეუბნები? დიახ, ახლა გეუბნებით. ასევე უკონტაქტოდაც გვესვრიან რაკეტებს. შეიფსმით. დიახ, სწორედ ამ რაკეტებს გულისხმობდი. ფარი არ გვაქვს? ჩვენ საომარ ხომალდზე არ ვართ. ყველა ჩემს სიახლოვეს დადექით. ფარი გვაქვს. ფარი გვაქვს, მაგრამ საცუდავი ხომალდი. ჩემი კაი მართლა. თორეს რაღაც ჯენდობა უნდა ვქნათ ახლა. ნახევრად პეპერონი, ნახევრად სოკო, ერთი თავი ნიორი და კათმის ფრთები. ორი თავი ნიორი. ორი თავი ნიორი. არა, შეკვეთა და ასრულე რეი. სესილი უბრალოდ მოსაკითხად გვირეკავს, ხომასია სესილი? რაღაც არ ეთქონდა. ღმერთო, ეგ მაგჭირდება. ახლა გული ამერება, მაშინ თვალები დახუჭე. თუ შეიძლება დამშვიდდით. სულ მცირე 10 წუთის სამყოფი ჟანგბადი გვაქვს. არ მგონია 10 წუთით შევძლო ფარის შეკავება. ყველა ვისაც ფრენა შეუძლია ხომალდისკენ მივიწევთ. აი ასრია. ეგრე შეიძლებოდა? გამარჯობა თანამოძმე მარსიანელებო. სასიამოვნოა თქვენი კვლავ ხილვა. მე დედამიწას ვეწვიე და დედამიწას? ესე იგი შენი ბრალია. ეს ყველაფერი შენ გამოიწვიე. ვიცი რომ ეს მან გამოიწვია, მაგრამ ჩვენ დაგეხმარებით. თქვენ ადამიანები ხართ, წამებში დაგიმონებენ, მაგრამ არა ჩვეულებრივი ადამიანები. ისინი ჩვენში ვერ შემოაღწევენ. გულისამრები. არა, დებილო. არა. მათ საერთო გონება აქვთ. ახლა ყველა ანკი. რომ აქ ხარ. საღოლ
გამტარო საღოლ. If ფარეკ ჭირდება. რამეს ხომ არ გვებრძანებთ უფროსო. წვენი დალიე. დამოდუნდი. მეფეს გეგმა აქვს. ეს ბირთვული აფეთქების კარია. გარედან შემოღწევა შეუძლებელია. გვირაბით ჩავხერგეთ ასე რომ ვერანაირად შემოაღწევენ. დასამბობთ? და დაველოდოთ როდის დაემორჩილება ჩვენს მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, ჩიკაგო. სწრაფად ჩაძაღლით ახრებო. პიცა გამიცივდება. მიდირექს. ადამიანები, გონიათ ჩვენ შეჩერებას შეძლებთ, არ გამოგივათ. შენ გვახსოვ ხარ. შენ კანში ვერ შემოვაღწევთ. სულ ერთია. ამისთვის სხვას გამოვიყენებთ. საკვიდები მოაშორეთ. ეს ერთადერთი გამოსავალია. ზედმეტად ბევრნი არიან. ახალი გეგმა გვჭირდება. ცოტა რთული იქნება ამათი დამონიკო. ალხებია ეს. მათი ნერვული სისტემა გავთიშე. აა. მალე გაიღვიძებენ. იქამდე რაც შეიძლება მეტი დახოცეთ. კარგი იქნება ყველა რომ დახოცონ იქამდე, მაგრამ ძალიან ბევრი არიან. როგორ მე ამ ტიპს კიდე ერთხელ უნდა გავუშვას რიგინე თუ შეუძლია. უშენი. ახლოს დადექით. აი მე ვერ მუშლები. იგი შენ. მეგონა ეს ტიპები ბრძოლაში დიდი ვერაფერი იყვნენ. შენი. ჯანდაბა. ხომ გახსოვს კეით, ვინც პირველი მოკვდება პიცის ფულს იხდის. ეგრე არის. ეს პირველი მოკვდება აუჩინი. შენი კეით სანადგურებს ტიპი. რექს. დამეხმარეთ. გამაგრდი. საღოლ. არა. აირა. ღმერთო ჩემო, არა. სერიოზულად ეგრე მოყავს. არა, ეკნება დედამალული სამეკრონი. არ ჯერა. შენ შეიძლება მას. სულ გაგიჟდი? შემიძლია ჩემი კოსტუმი წაღან გამოწვეული დარტყმის გასაძლიერებლად გამოვიყენო. შეიძლება იმდენ ხანს გაითიშონ, რომ რასის ხომალდიდან გაყვანა შევძლოთ, მაგრამ იქამდე უნდა დამიცვათ. რა დრო დაგჭირდება? 5 წუთი. ცოტა ბევრი ჩანს, მაგრამ კარი. მარკმა ხო არ იცოდა ეს რობოტის ახალი სხეულის ამბავი. ამისთვის პასუხს აგებ. შენი კაი რექს. მიტინგ კულარია როჭვალი. არა, დაპატარება შეუძლია. იდიოტი. კარგად ვერ მოინელებ. სანამ დაგეჭადი. შენგა. ასეთი გამძლეს ხეული აქვს დავიჯერო. ოკუდა. გამრიელია. გადაოთ. აი რომ კიდე. შენგა ახლა. ну ახლა რექსიო მოკლან вообще пиздец იქნება.
ასე არ შეიძლება. ასე არ შეიძლება. შენი აი რეკლამა დაიწყო. ეს სერიალს 5 წუთი დარჩა თუ ნაკლები არა. მოკლა. შეგეცი. რა ჯენდება ხდება? ეს მაგარი. მაგრამ ბრძოლაში რომელი იგებს? მამაცი? თუ ის რომელიც იქამდე იცდის, სანამ ოპონენტი საბრძოლველად ზედმეტად არ გონი დაშავდება. მამაცი. უბრალოდ ის როლი ნაბიჯვარო. არა არის. შენ ამას შეძლებ. მიდი ძალა მოიკრიბე. ვეღარ ვაკავებ. არა, ივ. თავიდან მაგრამ აღარ ეყოფა ძალა. მარკ, მგონი შენ უნდა ქნა რაღაც. ჩემი ივი გაიჩიშა. ხარ უპერავთ. ვინ არის ეს? შენ? ღმერთო. არ მომკვდარ ვარ. არა და მეგონა რომ მოვკვდი. ალენი? მოვკვდი. ეს სასიამოვნო სიურპრიზია. გამარჯობა. ალენი. ვინმეს ესმის ჩემი? ვინმე გამათავისუფლებთ? გადასარევია. არა, ბოდიში. ღმერთო რაღაც გავაფუჭე. გონი გავტეხე. ეს რაღაც ნამდვილად ძვირადღირებულია. ღმერთო. ცოტა დაიკუნთა. ერთი ამას შეხედე. მიხარია რომ სახსალამაც გხედავალი. ესეც თქვენი ლიდერი. სახსალამაც და დაკონტროლს. დიახ. შიშა ბოდიში მაქვს მოსახდელი. აშკარად. როცა ვილტრამიტების თავდასხმის შემდგომ მოგიყვანეთ აქ, შენი სასუნთქი აპარატი გავთიშე და გაიძულე სიცოცხლისთვის გებრძოლა. რა? ეს რატომ გააკეთე? ვიცოდი მის გარეშე ან მოკვდებოდი, ან უფრო ძლიერი გახდებოდი. უფრო ძლიერი გახდა. სერიოზულად? მაპატია რომ შენი სიცოცხლე დავდებსონად, მაგრამ მოვიგეთ. ახლა შეგიძლია ვილტრამიტების წინააღმდეგ ბრძოლა განაგრძო. მე კიდე შეგბოღალატე მეგონე. მეეჭვება. ისე ძლიერ დამარტყეს რომ თვალი ამომვარდა. ეგ მანამდე იყო. საკუთარი თვალით ძალიან უცნაური იყო. საკუთარ თავს საკმარისად არაფასებ. ვაფასებ ჩემს შესაძლებლობებში ასეთი თავდაჯერებული რომ ხარ, მაგრამ განმეორებით მატჩს არ მოვითხოვ. ვილტრამიტი კიდევ რომ ვნახო, არც კი ვიცი. მე მგონი ახლა ამის დედაც, შენ ვილტრამიტი ხარ? ახლა უყურებ ვილტრამიტს. გაცილებით უარესი ვარ. ერთადერთი ვილტრამიტი, რომელიც იმპერიას აუჯანყდა. იქამდე ერთადერთი ვიყავი, სანამ დაუმარცხებელზე მიამბობდი. ალენ, დედამიწაზე დაბრუნდი და დაუმარცხებელი აქ მოიყვანე. რაჭიან დაბახშება ამ სეზონში. გადამწყვეტი როლის თამაშს. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები გიორგი წერეთელი და მარიამ გიორგობიანი. გახმოვანებულია მაიკა. ესე იგი ეს იყო დაუმარცხებელი პირველი სეზონის, არა, მეორე სეზონის მეხუთე სერია. რა ერქვა? მართლა სერიას არ გავუშვებდი. ყოველ შემთხვევაში მაგარი სერია იყო, ასევე წინას ვერ აჯობა რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მაგარი იყო. ახლა ვაუ! ჯერ ეს მარსის ამბავი მიხარია რომ როგორც იქნა დაუბრუნდეს მარსს. ცოტა ხანო მეტი გავიგეთ იმის შესახებ, რა ქვია, მარსელი ტიპის შესახებ და მაგის გამო მოხდა
რაც მოხდა ის. ყოველ შემთხვევაში აი იყო ეს ახალი გუნდი მომეწონა. აი ეს ვერ გავიგე ცოტა რუდის და ამანდას შორის რო იყო დიალოგი, ანუ ფაქტობრივად რუდი არაფერს არასწორს არ ამბობდა, ამანდა თვითონაც ქონდა ხოლმე პრეტენზია მაგაზე, რომ ისო მალე მას მიშვებაო. მალე არა უფრო სწორად, ყოველი გადაქცევის შემდეგ პატარავდებიო და რავი, წესით როგორღაც უნდა იმას მოუკლონ მაგას, მაგრამ ჯანდაბას ანუ როგორც ვიხდი არც თვითონ სიამოვნებს ასე რომ უსვამენ ხას მაგის სისუსტეებს, მაგრამ მაინც რატო ვამბობ ახლა ამას, იმიტომ რომ პირველ სეზონშიც ქონდა ეგ ვარიანტი, რომ ანუ ეგ თეორია, რომ რუდი გამოიგონებს ისეთ რამეს, რაც შეერჩევს ამ ამანდას დაპატარავებას და ჩვეულებრივ დაამსგა, ან როგორც ახლა არის ისეც დატოვებს, ან უფრო სადანო რა 25 წლის რო არის რეალობაში, მართლა 25 წლისაც დაამსგავსებს. მაგრამ ხო, ანუ რაც იქნება, ნახოთ. ყოველ შემთხვევაში ახლა მარსიას ამბავი ჯერ არ დასრულებულა და არც მხულიკების და რა ჯანდაბა დაემართათ კეიტს და რა ქვია იმას რეი, ასე ქვია მგონი. შანსი ანუ просто აიღეს და დახოცეს ეგრე? კეიტზე მაქვს ვარიანტი, რომ ერთი კლონი ყავდა სადღაც გადამალული და იმას გამოიყენებს ნამდვილ სხეულად ამ აწი, მაგრამ აი ისიც შეიძლება ცოცხალი იყოს ახლა შანსი არაა, რომ შეიძლება ვერ გაიზარდა იმ საკმარისად, რომ ანუ ვერ გაიზარდა რა, გაიზარდა, მაგრამ საკმაოდ ისეთი გამძლე სხეული ჰქონდა, ძლიერი და ვერ გახლით შუაზე, მაგრამ მკვდარი არ იქნება, პირიქით დაპატარავდებოდა უფრო. მაგრამ ხო, რექსი არ მოკვდება, ახლა ისე გაუსვეს იმ მომენტს ხაზი, რომ რექსი მკვდარი არ იქნება. მაგრამ ის მარსზე რა ამბებიც ხდება, მარსთან უფრო სწორად იმ ხომალდზე. არ ვიცი. მაგრამ შემდეგ სერიაში სავარაუდოდ დავასრულებთ უკვე. ასე რომ ხო, აი ბავშვს რას უზამე, საინტერესოა როდის გაიზრდება ის ბავშვი. საკმარისად რომ უკვე დაიწყოს ვარჯიში და მონაწილეობა მიიღოს ბრძოლებში, ისევე როგორც მარკმა და დანარჩენმა გმირებმა. ივის საქმეში დაბრუნება გამიხარდა, ზოგადად ეს გუნდი მომწონს. ივი, მარკი, რუდი, რექსი, რექსი არ ყოფილა მაგათთან, მაგრამ ჯანდაბას ამანდა, მონსტრი გოგო. და იმედია, კიდე, რავი, ერთი ვარიანტი კიდე ის, რომ სეზონი იმით დამთავრდება, რომ მარკი შეუერთდება მცველებს. მაგრამ მაგ ლოგიკას თუ გავუყვებით, უფრო დიდი ის ექნება, რა ქვია, იქნება შანსი, რომ კეიტი და ის დაიხოცნენ, იმიტომ რომ მათ ადგილს დაიკავებს. მომენტ ლოგიკურიც იქნება, მარკმა და ივმა რომ მაგათი ადგილები დაიკავონ, მაგრამ არ გვინდა, არ დახოცოთ ისინი. ასე რომ ხო, რავი, კაი სერია იყო. და ნახავთ შემდეგში რა მოხდება და ეს დონალდის ამბავი კიდე, ვაუ. თვად ვერ მოვარტყი, ანუ რა მოხდებოდა. რობოტი არ იყო, კლონი არ იყო, ტვინი იგივე იყო, რაც თავიანთი და სხეული იყო უბრალოდ სხვა. ეს კლონად არ ითვლება. და რუდი უფრო ითვლება კლონად, ვიდრე ჩვეულებრივი ისა, ვიდრე დონალდი. რა ვიცი. მულტივერსის ამბებს არ შევხებივართ, არც მაულერების, მაგრამ თუ შევეხებით, სავარაუდოდ რავი, მე მგონი ამ სეზონში არა, რავი, ახლა ცოტა ეჭვი მეპარება უკვე, თუ ასე მალე დავამთავრებთ მულტივერსის ამბავს, რომ 3 სერია ახლა დარჩენილი. ის სერიას მინიმუმ 15 წუთი მაინც დასჭირდებათ მარსელების და ხვლიკების ამბის მოსაგვარებლად, ეგ ყველაზე მინიმუმი. პლუს კიდე ბავშვი, პლუს კიდე ვილტრუმენები, მაგრამ ვილტრუმენებს სავარაუდოდ უკვე უფრო მგონია, რომ მესამე სეზონისკენ გადადებენ. ასე რომ ხო.
მოკლედ დაგემშვიდობებით ახლა. ხო, და კიდე ის ვილტრუმელი თეიდუსი, ვაუ, ანუ როგორც ჩანს იმათი მოღალატე არ ყოფილა როგორც ჩანს. ალენის რასის, ეს კარგია. ალენი ცოტა გაძლიერდა. ნახოთ ახლა რას იზამს. დაგემშვიდობებით ახლა. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ არა დაგავიწყდეთ და ლაიქოთ. გამოიწეროთ ჩემი არხი თუ გამოწერილი არ გაქვთ, დატოვოთ კომენტარები და ზარი გააქტიუროთ. მადლობა ყველას. გემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.